ერთი სამართლებრივი საქმე მისცემენ თუ არა რეჟიმის პატიმარ გიორგი ახობაძეს დედის დაკრძალვაზე დასწრების შესაძლებლობას. პასუხს ახობაძეს ადვოკატები ანდრონდე ელოდებიან. სამოქალაქო აქტივისტმა და ექიმმა, რომელსაც ოლიგარქის პროკურატურა ნარკოდანაშაულს ედავება, დედის გარდაცვალების შესახებ ციხეში გაიგო. პატიმრობაში დატოვებამდე ის მოსამართლეს სთხოვდა გაეთვალისწინებინა მისი დედის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და შედარებით მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება გამოიყენებინა, თუმცა ის მაინც პატიმრობაში დატოვეს. მას კანონით ეკუთვნის უფლება, რომ დაესწროს დედის დაკრძალვას, რაც შეეხება ახობაძის საქმეს, ის აქციების დროს დააკავეს და მისი ადვოკატების განმარტებით მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ჟანა აკოფაშვილი ესაუბრა დაკავებულის ადვოკატებს, ჟანა როდის ელოდებიან უფლებადამცველები პასუხს ოფიციალური პირების მხრიდან შეძლებს თუ არა დაკავებული მისი დედის დაკრძალვაზე დასწრებას. დიახ, მისცემენ თუ არა დედის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას პროევროპულ აქციებზე დაკავებულ გიორგი ახობაძეს ეს ჯერჯერობით უცნობია, ამაზე გადაწყვეტილება პროკურატურამ და პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა მიიღოს, რომელშიც გიორგი ახობაძე არის მოთავსებული. უფლებადამცველები ელოდებიან ოფიციალურ პასუხს პროკურატურისგანაც და სასჯელახსრულების დაწესებულებისგანაც. რაც შეეხება გიორგი ახობაძის საქმეს, 10 დეკემბრის სასამართლო პროცესზე გიორგი ახობაძემ ვრცლად ისაუბრა დედის კრიტიკულად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მან მოსამართლეს უთხრა, რომ ის ლოგინს მიჯაჭვულ დედას უვლიდა და თუ მას პატიმრობაში გაუშვებდნენ, ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა. თხოვნის მიუხედავად მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ახობაძისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ახობაძის დაკავების პირველივე დღიდან მისი უფლებადამცველები და მეგობრები საუბრობდნენ იმაზე, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ახობაძის მიერ ჩადენილ დანაშაულს დაადასტურებს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ აქციის მონაწილეს, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს, ახლა სასამართლო სამაგალითოდ რჩის. ეს საქმე არის შეკრილი და ასევე თუ კონტექსტს გავითვალისწინებთ, უკვე 100%-იანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი, რომელიც ყოველდღე ელოდებოდა იმას, რომ სახლში მივარდებოდნენ და გაჩხრიკდნენ, ან დააკავებდნენ, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ჯიბეში ნარკოტიკით მოძრაობდეს ქუჩაში მანქანით. არ იყო არანაირი მტკიცებულება ისეთი წონიანი, რომელიც მოსამართლეს ეთქოდა, რომ ამ საქმის არსებით განხილვასთან გადაცემის შემდეგ აქ მაღალი ალბათობით დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, პლუს ამას ემატებოდა ის, რომ არის ექიმი, არის პროფესიონალი და უვლიდა საკუთარ ლოგინად ჩავარდნილ დედას, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც გამოიყენეს პატიმრობა აღკვეთღონისძიებად, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კაცი დააკავეს არა სამართლის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ქართული ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე. როცა სასამართლოს გააქვს გავსი ტიპის პრეცედენტები, როცა სასამართლოს გააქვს გავსი ტიპის უფლება, რომ შენ გაითვალისწინო მოქალაქის მდგომარეობა, მსგავსი და ამას არ ითვალისწინებ და იღებ მე ესე შედეგს, ხარდიან შენ ხარ პასუხისმგებელი. გარდა იმისა, რომ ცხადია ის მტკიცებულებები, რაც წარუდგინეს, იყო ფალსიფიცირებული ტყუილი და ესეც ის მოსამართლემ და აქ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უნდა ფიქროს, რომ მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თან შეიძლება მოსდევდეს ადამიანის ფიზიკური განადგურება და როცა შენ გადაწყვეტილებას არა მარტო ერთი ადამიანის თავისუფლების შელახვა, არამედ მოყვებას გავსი ტიპის ტრაგედია, აქ ყველა მოსამართლემ კი ადამიანმა პირველ რიგში უნდა იქცნოს საკუთარი ბრალეულობა. გიორგი პროცესზე პირველ წარდგენაზე ამბობდა, რომ მას ყავდა დედა, რომელიც იყო ავად და რომელიც საჭიროებდა განსაკუთრებულ ზრუნვას და გიორგი ამ ზრუნვას უზრუნველყოფდა. თუმცა არც ეს არ გაითვალისწინა მოსამართლემ და მიუხედავად იმისა, რომ დასტურდებოდა ყველანაირი მტკიცებულებით, რომ გიორგის მიმავლის საფუძველი არ ჰქონდა, მაინც გაუშვა პატიმრობაში. აღმოაჩინეთ, რომ გიორგის დაკავების ადგილის მიმდებარედ იყო რაღაც კამერები დამონტაჟებული, რომელიც ეკუთვნოდა 112-მა გაგვცა პასუხი, რომ ნამდვილად იყო იქ მათი კამერები და 30 დღის ვადაში ინახებოდა ამ კამერების ჩანაწერები, თუმცა შუამდგომლობა როდესაც შევიტანეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეს შუამდგომლობა დაეწერა იმავე მოსამართლეს, ისევ ლელა მარიდაშვილს და უარი გითხრა კამერების ამოღებაზე და დაასაბუთა ეს შემდეგი მიზეზით, რომ თურმე ამას საქმესთან შემხებლობა არ ქონია. ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის მუხლით მიმდინარეობს, რის გამოც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.